გული პერიოდი გაქვს ცხოვრებაში, ბევრი სიახლე გაქვს, რეპეტიციები გაქვს, ვიცი რომ ახალი სახლიც გაქვს, მინდა რომ ამ ყველაფერზე მომიყვე. კაი პერიოდია, უბრალოდ ერთი მინუსი ქონდა ამ ყველაფერს, რომ ზაფხულში ვერ მოვახერხე ვერანაირად დასვენება, მაგრამ ძალიან საინტერესო ზაფხული იყო იმ მხრივ, რომ რუსთაველის თეატრი უკვე წელიწადზე მეტია დადის რეგიონებში და ჩაგვაქვს სპექტაკლები და ბევრი ისეთ კუთხეშიც ვიყავ, სადაც არ ყოფილვარ მანამდე. შენი ოცნების სახლია, სახლი რომელიც შეიძინე? ყოველთვის მინდოდა ცალკე მქონოდა სახლი და ისეთია თვალში საცემია და სასიამოვნოა ხოლმე ცხოვრებაში სიახლეები, როდესაც რაღაცა ისტორიის დასასრულს მოესწრებს ეს ყველაფერი, თითქოს უფრო ისე მსუყეთ ირგებ ამ ყველაფერს, როდესაც რაღაცა მთავრდება და ახალი ცხოვრება იწყება. ყველამ ძალიან კარგად იცის, თუმცა შენ თითქმის არასდროს საუბრობ იმაზე, რომ შენ ცხოვრებაში დამთავრდა ერთი ისტორია, ეს იყო ოჯახური ცხოვრება მიშა მესხთან. მე მახსოვს შენი წინასწუმრობა, ჩვენ მაშინ შევთანხმდით, რომ ამ თემას არ შევეხებოდით, თუმცა თუ მომცემ ახლა უფლებას და საშუალებას, რამდენიმე კითხვას დაგისვამ. მე თქვენი ისტორიაც არ მაქვს მოსმენილი, სიმართლე გითხრა, როგორ დაიწყო ყველაფერი. ეს ისტორია დაიწყო ყარაბაღის გადაღებაზე. ხებიდან აი რაღაც პერიოდის განმავლობაშიც არ ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც იფიქრე, რომ აი კიდევ არ გამიმართლა, ალბათ ეს რაღაცა ჩემი ბრალიც არის, ვერ ეწყობა ჩემი ოჯახური ურთიერთობები. აი რაღაცა ეს პესიმისტური პერიოდი, როდესაც დეპრესია შემოგეპარა. არ გქონია? მქონდა, როგორ არ მქონდა, მქონდა დეპრესია. თან ისეთ უცნაურ დროს მოვიდა ეს დეპრესია, როდესაც უკვე გარკვეული თვეები გასული იყო ამ დაშორებით და ეს მარტო ვერ ვაბრალებ, რომ მიშასთან ურთიერთობის მერე არის რაღაცეები, აი რაც გონია, რომ აი ხა ყველაფერი კარგად არის, თითქოს მოეშვები, რაღაცა კარგად ხარ და აი მაშინ დაგაცხება შენ დაუნებურად, თორე დაგროვებული. ხო, რაღაცა დაგროვებული, მის დაუნებურად, რომ აი რო არ გეგმავ გაციებას და სულ შეგეყრება რა სურდო. აი რაღაცა უფრო ესეთი რაღაც დამემართა. როდის დაიწყე იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა დასასრულისკენ წასულიყო ეს ყველაფერი? მიჭირს ესე თქმა, როდის მივხვდი, უბრალოდ არის რაღაცა დაღლა, მე ვთვლი, რომ მე და მისა იმდენად განსხვავებული ადამიანები ვიყავით, ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ეს იყო ჩვენს ურთიერთობებში. ეს სრულად ამ სიტყვის მნიშვნელობით ძალიან რადიკალურად აბსოლუტურად სხვადასხვა პლანეტაზე ვიყავთ. ეხლა ვიღაცა მეტყვის, რომ ამას ეხლა ვერ ხვდებოდი თავიდან, სადაც ხვდებოდი, მაგრამ მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, დღემდე შეაბერდნენ ერთმანეთს, რომლებიც რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ ეთყობა იქ რაღაცა უფრო არ ვიცი, კარგი გაგებით სხვა აფეთქება მოხდა, რომელმაც ეს პირიქით გაანათა ეს ურთიერთობა და მიყვნენ ბოლომდე ამას და ჩვენ შემთხვევაში არ მოხდა ესე ხო გეუბნები, რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვიყავით ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მე ალბათ იწვევს გარკვეულ დისკომფორტს ურთიერთობაში, რასაც მიყავხარ მე აქამდე. ბევრი დათმობა გჭირდება ასე დროს, როდესაც განსხვავებულ ადამიანთან ერთად ხარ, ხო ალბათ. შენთანაც მაშინ ადრე ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ალბათ სადღაც დადებითი თვისებაც და ნაკლიც არის ის, რომ ვარ დამთმობი. და არ შეიძლება რაღაცებს სუშენ წახვიდე კომპრომისებზე, სუშენ თმობდე რაღაცებს. მე მაქვს რაღაც ისეთი უცნაური ხასიათი, ხო გეუბნები, აი ვითმენ და მე უცბად გადავწყვიტავ, რომ დავამთავრო და ესე მომდივარ და ვამთავრებ. მე არ ვთვლი, რომ ეს კაი ხასიათია. შენ მიიღე დამთავრების გადაწყვეტილება. როგორ შეხვდა მიშა ამას? ეხლა რა თქმა უნდა, ადვილი არ არის ეს ამასთან. მოლოდნელი იყო ისე, არ ქონდა იმის შიში და მოლოდინი, რომ ერთ შვენიერ დღეს ასეც იქნებოდა. მოდი მე ესე ვიტყვი, რა ცოტა ავარიდებ ამ კითხვას თავს, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ურთიერთობებს ორივე მხრიდან ჭირდება ძალიან დიდი მოფრთხილება. არავის არ უნდა ეგონოს, რომ რახან უკვე გათხოვდა, ქმარი არის green card რა. რომ აი всё ის არ წავა შენგან არასოდეს ამ პირიქით ცოლი მოიყვანე და მონააშენი რა როგორც საკურთხეველთან რომ დავდგები და როგორ არის ხოლმე მონაიში ღვთისაი და რაღაც შევანი და რაღაცა
არავინ არ ვართ ერთმანეთისთვის გარანტირებული ადამიანები არასოდეს. მგონია რომ ორივე ადამიანი უნდა ცდილობდეს რომ მოუფრთხილდე ერთმანეთს, ხან შენ წახვიდე დათმობაზე, ხან მე წავიდე, ხან რაღაცა მოიწმინო ჩემს გამო, მე მოვიწმინო შენს გამო. ეს აუცილებელი ძალიან ესეთი თემებია, მგონია რომ ამაში ორივემ უნდა ივაშკაცოს რა ქალმაც და კაცმაც თუ უნდა და თუ უღირს ეს ყველაფერი. როცა ცალმხრივად ხარ და სულ შენ აქეთ რაღაცა საკმაო არ არის რა საინტერესო რა. მიშას ქონდა მცდელობა შერიგების თუ არა? კი, ქონდა მცდელობა, კი. მე გულწრფელად ვიტყვი, რომ მე არასდროს არ მივცემ ამის უფლებას არც საკუთარ თავს, არც გარშემო მყოფ ადამიანებს, რომ ამ ადამიანზე ვინმემ რამე ცუდი თქვას. ის რაც არ უნდა იყოს, ჩემი მეუღლე იყო, მე ამ ადამიანთან ერთად ვიცხოვრე ერთ ჭერქვეშ. ვის უყვარს ის ადამიანი, ვის არა, მე საერთოდ არ მეინტერესებს. მე გულწრფელად მინდა მას ყველაფერი კარგი უსულო ცხოვრებაში. შენში შიგნით დამთავრებულია უკვე ეს ყველაფერი? გიფიქრია იმაზე, რომ მიშას ცხოვრებაში ახლა რომ სხვა ვინმე გამოჩნდეს, როგორი რეაქცია გექნება, როგორც მხოლოდ კარგი შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ხარდებოდა ძალიან. შენმა პროფესია მიმან რომ ესეთი დაკავებული იყავი და ხშირად გიწევდა გასტროლი, რეპეტიციაზე ყოფნა, ხომ არ შეუწყო ხელი იმას, რომ გაახანგრძლივა ეს ურთიერთობა? კი, ეს უდაოდ. იმიტომ ვფიქრობ, რომ მე რომ მქონოდა ესეთი პროფესია, რომ უმეტესწილად ყოფილიყავი, აი მასწავლებელი ყოფილიყავი, რომელსაც იცის, რომ დილის 9-ზე ეწყება, უნდა იყოს სკოლაში და სადღაც 3-ისთვის, ან 4:30-ისთვის სახლში, შეიძლება და ამდენი ხანი არ გაგრძელებულიყო ეს ურთიერთობა. ყველა ურთიერთობაში არსებობს რაღაცეები, რაშიც არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ არსებობს როგორც შენ აღნიშნე კომპრომისები და გიღირს დათმობა. რა იყო აი ყველაზე მთავარი ისეთი, რაც ვერ დათმე საბოლოო ჯამში? ამაზე ვერ ვლაპარაკობ. ვერასდროს ამაზე ვერ ვილაპარაკებ. მე ხამ წუთში ესე ვერც მეგობრობ მასთან, არ მაქვს ერთანაირი ურთიერთობა. მე წლები მჭირდება, რომ ადამიანს რომელსაც რა ვიცი, ჩემი ქმარი ერქვა, ეს ჩემი მეორე ქორწინება იყო, მე ამას ძალიან მიჭირს ლაპარაკი, იმიტომ რომ ორი ქორწინება, ორივე დამთავრებული, არ არის ეს არც საამაყო ამბავი და არც თქვათ ალბათ ტრაგედია. ცხოვრება, მეტყობა ეს იყო ჩემი ბედი. არ მიყვარს ეს სიტყვები, მაგრამ ესე იყო, ესე მოხდა. თუ ოჯახში ჩემთვის ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი მშვიდობით არის, ყველაფერი მიხარია, საქმის კეთებაც მიხარია, მეგობრებიც მიხარია, ყვავილებიც მიხარია, ნივთებიც მიხარია, ყველაფერი მიხარია. როდესაც ეს არ არის და რაღაცა ჩემთვის ხდება ცოტა სატანჯველი, უხეშად რომ ვთქვათ, იქ ბევრად საქმესაც ამექანიკურად ვაკეთებ. აი, რო იტყვიან, ჩირის ნიმაგურა, ხო, და მიყვარს, როდესაც ესე არა ვარ პირიქით, როდესაც ეს ხდება რაღაცა მთელი სულით და გულით, ასე რომ როგორია შენეული გაგება ოჯახის, აი რა უნდა გხდებოდეს იქ ყოველ საღამოს ძალიან დაღლილი, როდესაც მიდიხარ, რომ ეს იყოს შენთვის სრულიად კომფორტული. არ ვიცი, შეიძლება ჩემი ბრალი ის არის, რომ მე თვითონ გავიზარდე იმდენად როგორ თქვა, ტკბილ და ცდილ ოჯახში. მე ჩემ ოჯახს ასე დავარქმევდი დედაჩემის და მამაჩემის ურთიერთობას და ეს მათი დამსახურება. მე გავიზარდე ძალიან მშვიდ ოჯახში, პედაგოგების ოჯახში და მამა რო გარდანეცვალა, აი ერთადერთი კითხვა რაც მე დედაჩემს დაუსვი იყო, რომ არასოდეს არ გიჩხუბიათ მეც კი, იმიტომ კი როგორ არა, მაგრამ არ იყო საჭირო თქვენი თანდასწრებით, ანუ ჩემი და ჩემი ძმის თანდასწრებით მათი კონფლიქტი შევსწრებოდით ჩვენან გვენახა მათი კონფლიქტი. აი მე ვოცნებობ ესეთ ურთიერთობაზე, მე ვთვლი, რომ ყოველგვარი ჩხუბის, წივილის, კივილის გარეშე შეიძლება დალაპარაკება და ყველაფრის თავის ადგილას დალაგება რა. მე შეიძლება ძალიან დაღლილი მივიდე სახლში, მაგრამ ყველაფრის გაკეთების სურვილი მქონდეს. დამკვდე სახლი არეული, მაგრამ არ დამეზაროს დალაგება, როდესაც ვიცი, რომ აი ძალიან მაგარ კომფორტულ ტიპთან ერთად ვარ რა, რომელიც ძალიან შენიანია. ოჯახის შეგრძნება გქონდა მიშასთან ერთად? შემოდია, მე რო არ ეწყინოს ერთი რამე მიშას, მე უბრალოდ კარგი კუთხით ვიტყვი, რომ ეს არ არის ის, არიან ტიპები, რომლებიც არიან დაბადებული იმისთვის, რომ ოჯახი ყავდეთ. და არიან ტიპები, რომლებიც არ არიან ამისთვის, ან ჯერ არ არიან, ან რაღაცა აკიდე ასაკი ჭირდებათ, რომ
გვიან შექმნან ოჯახი არ შევაწყოთ არ ვაყენებ რაღაც სხვა ხდება მათ ტვინში აბსოლუტურად რა მე მაინც დავარქმევ რომ თვითონ მგონია რომ მიშა არ იყო ამისთვის ოჯახის შექმნისთვის მზად ნანოფრამ ეს იცი რა არის არა არ ნანოფ არაფერს არ ნანოფ იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხდება შენ ცხოვრებაში შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან გამომადგეს ჩემს პროფესიაში იმიტომ რომ გინდა არ გინდა ეს ტვინი ემოციებს, შეფასებებს, მდგომარეობებს იმახსოვრებს შენ დაუნებურად და შეიძლება წაიკითხო სცენარი და რაღაცა შენ ცხოვრების პატარა ეპიზოდი ძალიან გავდეს იმას და ემოცია გაგახსენდეს და ისეთი მაგარი სცენა გააკეთო რომ თქვან რომ რა მაგარია ურთიერთობებში რეალურ ცხოვრებაში არ გამოგადგება ის გამოცდილება რაც გაიარე რას არ გაიმეორებ როგორ ფიქრობ აი რა გინდა გითხრა რას არ გამიმეორებ შეიძლება რომ ძალიან გაეცინოს არასოდეს ხელოვან ადამიანს აღარ დავუკავშირებ ჩემ ცხოვრებას არასოდეს როგორ ფიქრობ აი რაღაცა ინფანტილური ტიპები არიან თუ რა ვიცი მე რა დავარქვა ამ ყველაფერს აუცნაური ტიპები არიან ძალიან და ერთი უცნაური ჩემი თავით მეყოფა ხო საკმარისია ერთი ცალი მსახიობი ოჯახში ია ერთი რამე მინდა გკითხო არ ვიცი შენ გადაწყვეტ ამაზე მიპასუხებ თუ არა უბრალოდ საუბარი იყო კიევის ინციდენტის დროს რომ თქვენ ერთად იყავით ამ დროს ეს მინდა დავაზუსტო არა ერთად იყავით მაგ დროს ისე თოლქმარი არ იყო ესე ეს ყველაფერი მოხდა სადღაც მთელი 2 თვის თუ თვენახევრის მერე ტელევიზიით გაიგე ეს ამბავი თეატრში მოიტანეს ეს ამბავი თეატრში დარეკეს ძალიან შევწუხდი ამ ფაქტზე ხა რეალურად არ იყო კაი ამბავი მაგრამ ეს მე გამოვიდა ეს ადამიანი და თქვა ბოდიშიც მოიხადა ამ ფაქტთან დაკავშირებით და მე ვიცი რომ შექონდა კომუნიკაცია ამის მერე მასთან სატელეფონო ძალიან ნერვიულობდა ამ თემაზე ხო მინახავს კიდევაც და ყოველთვის ვეუბნებოდი რომ ყველაფერი კარგად იქნება რომ თავარია ვიცი რა არის შენ უნდა გინდოდეს ყოველთვის ჯერ შენ უნდა გინდოდეს რომ კარგად იყო სხვა რაც არ უნდა დაგეხმაროს ვერაფერს გახდება იმიტომ რომ შენი თავის პატრონი შენ ხარ შენი თავისუფალი ხარ შენ ნებისმიერი რამე შენი კეთილი ნებით ხდება რა და ასევე შენი კეთილი ნებით შეგიძლია ყველანაირი სიტუაციიდან გამოსავალი ნახო და ყოველთვის აქ ადამიანს ნებისმიერ ასაკში ცხოვრება დაიწყოს ახალი ფურცლიდან მე ვთვლი რომ ამის საშუალება სიკვდილამდე 1 საათით ადრეც კი გაქვს მგონია რომ ეს ისეა ზად ხარ ახალი ურთიერთობებისთვის ადვარტი რატომაც არა მე მახსოვს ჩემი პირველი ინტერვიუს დროს შენ შემპირდი რომ თუ კი ოდესმე მზად იქნებოდი რომ ამ თემაზე გესაუბრა მოხვიდოდი ჩემთან და მოყვებოდი და მადლობა მინდა გითხრა იმისთვის რომ ეს პირობა შეასრულე წარმატებას გისურვებ ეს ბოლო ამბები რომელიც სოციალური ქსელით გასწოდა უბრალოდ შენ დაწერე საკმაოდ ესეთი მკაცრი სტატუსი შეიძლება ითქვას არ გჩვევია ზოგადად ესეთი სტატუსები და აღნიშნე კიდეც მამას ეძღვნებოდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რა მოხდა შეგიძლია მომიყვე სიმართლე გითხრა ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ის დღე რომელსაც არ ველოდებოდი რომ ესე მივიტანდი გულთან ახლოს ესეთი მკაფიო დაღი დამასვა იმ დღეებში ალბათ ისე პირველად ვამბობ და არც ვიტყოდი არცად და მე რა თქმა უნდა ჩემი ძმაც ვიყავით მამას გვერდით და უბრალოდ მინდა რომ თქვა მე არც თავის არ მაქვს გასამართლებელი ნამდვილად იმიტომ რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო დედა იქნება ჩემი მამა იქნება მე ნებისმიერ შემთხვევაში უბრალოდ ხარში დავუდგები და ვიქნები მის გვერდით მაგრამ ის აბსოლუტურად სხვა თემაა მე ნაციონალურ მოძრაობას ვაძლევ ხმას ქართულ ოცნებას თუ ლეიბორისტ არ არის საერთოდ ლაპარაკი, იმიტომ რომ მამა ჩემის გვერდით კიდევ ამბობ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ვიქნებოდი მის გვერდით და ეს მე მგონი ნებისმიერი შვილი სადაც არ ვიცი ეს რა გრძნობაა კიდე. მგონია რომ ბუნებრივია. ხო, მეც ესე მეგონა აქამდე რომ ბუნებრივი გრძნობა იყო, რომ მამის გვერდით ყოფილიყავი. ხო, ამას მოყვა ლანძღვა აბსოლუტურად გაოგნებული ვიყავი და პირდაპირ მნიშვნელობით ლანძღვა. კი, ესეთი უშვერი სიტყვებით და ასე შემდეგ
წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, მაგრამ ბევრი რამ წარმოსადგენი გახდა ამ ფაქტის შემდეგ და ალბათ რაღაცებზე ამეხილა კიდევაც თვალი, გული მწყდება, რომ საზოგადოებაში რაღაც პრობლემა არის ისეთი, რასაც მე თუნდაც Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში ამთხევენ შენზე და ასე უნდათ რომ გაეგოთ და მორჩა. მე ვერაფერს ვერ დავაკეთებდი სხვანაირად, უბრალოდ კიდევ ამბობ, სადაც არ უნდა იყოს, დღესაც დაუდგები გვერდში, მაგრამ ეს არ არის პარტიის გვერდში დგომა. მარიამ, როგორი იყო თამბიკოს რეაქცია, როგორი იყო გიას რეაქცია, როდესაც შენს მიმართ ესეთი აგრესია წამოვიდა, იმიტომ რომ მე მგონი პირველი შემთხვევა, მე არ მახსენდება სხვა შემთხვევაში, როდესაც ესეთ ღიად ვინმე დაგიპირისპირდა და შეურაცხყოფა მოგაყენა. მე იმდენად გამიცადე ეს ყველაფერი და იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ ნამდვილად აღარ დაუწყიათ იმაზე ფიქრობ, საკუთარ თავზე ხა არც ერთ არ უნერვიულია, პირდაპირ გადმოვიდნენ ჩემზე, რომ მე ზედმეტად ჯერ რაღაცები არ წამეკითხა და ასე თქვა მოეარათ ჩემთვის. კი, ტკივნეული იყო მათთვის ძალიან, დარწმუნებული ვარ ერთისთვისაც და მეორისთვისაც. მამას ხო არ ქონდა განსაკუთრებით აი მის განცდა, რომ ის და ბუნებრივი მომენტია დედასაც და მამასაც, ახლა როდესაც შვილს ამ დონეზე შენთან ერთად ლანძღავენ და ასე შემდეგ, ძალიან მტკივნეულია, მეც ძალიან მეტკინებოდა და ადამიანები ვართ, გვტკივა ხო ჩვენს გავსი სიტყვები და ლანძღვა და გინება, მაგრამ ისინი იმდენად ძლიერი ადამიანები არიან, არ ვიცი, ალბათ ცხოვრებამ გამოაწყდა ორივე, რომ არა დედა თუნდაც იმ მომენტში ზუსტად ჩემთან ერთად იყო, ბევრ რაღაცას კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვავდი ალბათ და გადავიტანდი რთულად. ისე ზოგადად მაინტერესებს შენი აზრი როგორც ხელოვანის პოლიტიკაში ხელოვანი ადამიანების წასვლას. როგორ უყურებ? ზოგადად მგონია, რომ ხელოვანი ადამიანი უნდა დარჩეს ხელოვანად. მაგრამ თუ მას აქვს რაღაც არგუმენტები იმისა, რომ დაგარწმუნოს, რატომ უნდა პოლიტიკაში წასვლა, ამ შემთხვევაში მე და თქვენს მამას გულისხმობთ, გია რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავის ქვეყანა და ძალიან პატრიოტული სულის ადამიანია, თავისი პროფესია ზუსტად ესე უყვარს. სადაც არ უნდა წასულიყო, გია ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდი სიყვარული გააკეთებდა იმ ყველაფერს, რასაც თქვა ამ შემთხვევაში პოლიტიკა გვქვია. ამიტომ მინდა დავიჯერო იმის, რომ თქვა თუ მომავალში კიდე გადაწყვეტს, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას, მგონია რომ არ ვიცი ამდენად სწორს გააკეთებს, იმიტომ რომ ამას ვთქვი, მე ძალიან მიყვარხარ სცენაზე მეთქი. სხვაგანაც, მაგრამ სცენაზე ძალიან თქო. ამიტომ უფრო მეტად მაინც ხარს დაუჭერ იმას, რომ მაინც თავის საქმე აკეთოს. რა ხდება შენს ცხოვრებაში გულისხმობ. თუმცა მაინც ვცდილობ, რომ აქ ვიყო, იმიტომ რომ ელენე სკოლაში დადის ჩემი შვილი და ამიტომ ვცდილობ, რომ არ გავაცდენინო სკოლა და ყველანაირად მის გარშემო ვტრიალებ. თუ მიდიხარ მიყავს ხოლმე ისე? კი. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან რთულია ელენეს უდედოთ ხოლმე ჩემთვის. ალბათ მის სული აღსაქმელია, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, მისგან გამომდინარე უფრო ვფიქრობ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ გვიწევს ხანდახან მშობლებს დატოვება შვილების, მაგრამ სულ ვფიქრობ, აი რა მოხდება, რომ ისე არავის არ გაუჭირდეს, რომ თავისი შვილი დატოვოს და წავიდეს და იმდენი ფაქტები ვიცი აი მსგავს შემთხვევებზე, რომ ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი ჩემს და ამიტომ ვცდილობ, რომ ეს სტრესი ყველანაირად ავაცილო ელენეს და ძალიან დიდ სურვილი მაქვს და უსურვებდი ყველა დედას, რომ თუ სადმე არიან წასასვლელები, მათ შვილებიც მათთან ერთად იყვნენ. აბსოლუტურად არ მოაყირავა ჩემი ცხოვრება ელენეს დაბადებამ. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში და არც ისე დაღვინებულ ასაკში. შეიძლება და უფრო დიდი ყოფილიყავი თქვა. 20-ის და მე მგონია, რომ ელენე 20 წლის გათხოვდეს და თუნდაც შვილი გააჩინოს,
წინააღმდეგი ვიქნები აუცილებლად, იმიტომ რომ სიფრთხილეს თავი არ ტკივა და ზოგადად ადრე შექმნილი ოჯახები კი არიან გამონაკლისები და თუნდაც ოჯახში მყავს გამონაკლისი დეიდა ჩემი სახით რომელიც 19 წლის ასაკში დაოჯახდა და სამი შვილი და ასე ბედნიერად ცხოვრობენ დღემდე და ასე იქნება, მაგრამ ძირითადად მე ვიცი სტატისტიკურად მაინც ინგრევა ახალგაზრდა ასაკში შექმნილი ოჯახები და ამიტომ ამ შემთხვევაში ელენეს მაქსიმალურად გავუწევ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ რაღაც იმდენმა იცი უცებ გაიარა ჩემ ცხოვრებაში ბევრმა ეტაპმა, უცებ გავთხოვდი, უცებ გაჩნდა ელენე, უცებ დაინგრა ჩემი ოჯახი. ძალიან მალე მოხდა ეს ყველაფერი. პრინციპში 2 წლის განმავლობაში უცებ გავიზარდე. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. როგორ ფიქრობ, არ იყავი მზად, აი დღევანდელი გადმოსახედიდან ოჯახისთვის არ იყავი მზად? იცი რა, მაინც მგონია რომ არ ვიყავი მზად. პირველ რიგში ამას ვიტყვი და არც ერთი არ ვიყავით მზად, მაგრამ სურვილი იმდენად დიდი მქონდა, რომ ეს ყველაფერი გამომსვლო და მგონია რომ მაინც შევძლებდი. რომ მომცემოდა ამის საშუალება. ორივე რომ ყოფილიყო ეს სურვილი, ალბათ, ხო? რომ ყოფილიყო ალბათ ორივე მხრიდან ხელშეწყობა, ბევრად მარტივად შეიძლება და ალბათ რაღაცების იმ ეტაპზე გადავახვა, რა ეტაპზე ჩვენი ოჯახი დაინგრა. ალბათ სათანადო სიყვარული არ იყო. ალბათ. იმიტომ რომ როდესაც არის ძალიან დიდი სიყვარული, მაშინ მაინც ორივე მხრიდან ვცდილობ რომ გადაარჩინო ურთიერთობა ამ შემთხვევაში ვერ მოვახერხე, თუმცა ძალიან მინდოდა რომ კარგი მეუღლე, კარგი დედა და რაღაც ისეთი მეოჯახე ყოფილიყავი, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მე არ ვიმღერებდი ან მარტო სახში ვიცნობდი, მაგრამ შეთავსებით რაღაც ისე ოცნებებში რომ ვფიქრობ, რა ეს გავაკეთებ, მაგრამ ეს არ ხდება სამწუხაროდ. შენ მიიღე ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება. ელენეზე ფიქრობდი ალბათ. იმიტომ რომ შენ თვითონ გამოვლილი გაქვს ეს ყველაფერი. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან რთული მომენტია შვილისთვის, როდესაც დედა და მამა შორდებიან. ძალიან ნერვიულობ, როდესაც ამაზე მისვამს ხოლმე კითხავს, იმიტომ რომ არ მინდა რომ დავიბნე, არ მინდა რომ უპასუხოდ გავტოვო მისი კითხვები, მინდა რომ სათანადო პასუხი მიიღოს ეს გიკითხე. და ისეთი რომ მისთვის არ იყოს რასავარია მტკივნეული. ჩვეულებრივი კითხვები აქვს, რომ რატო დაშორდით, რატომ არ ხართ ერთად, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გავაცე ამ ყველაფერზე პასუხი, ოღონდ ისე, რომ მას ძალიან დიდი ტკივილი არ მივაყენო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, თქოს ბეწვის ხიძე მიწევს ყოველდღე გავლა, როდესაც ელენე ამ თემაზე მიწყობს ლაპარაკს. თავარი ღერძი არის ის, მე და გიორგიც ყოველთვის ვტრიალებთ იმის გარშემო, რომ მე და გიორგი ძალიან გვიყვარს ელენე, რომ ის არის პირველი ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ რომ ხდება ესეთი რაღაცები ადამიანების ცხოვრებაში, მას ეს არ ესმის დღეს, თუმცა ყველანაირად ვცდილობ რომ გავაკეთო. ყურადღებიანი მამა? მეტ-მეკრეფად. შენ რა კითხვები გიჩნდებოდა? რამდენი წლის იყავი, როდესაც ჩავდები? დიდი ვიყავი, დაშორდნენ. 13 წლის ვიყავი, როდესაც 13 წლის. გარდამავალი ასაკი, ყველაზე რთული პერიოდი. კოკო რამდენი წლის იყო? 12 გადაგვეტანა ეს ყველაფერი მე და კოკოსაც. თუმცა რა თქმა უნდა, ნერვიულობდით ორივე ძალიან, მაგრამ გონიერ თამრიკოს მაინც გამოუვიდა. თამრიკოს მარტო? გიასაც, მაგრამ თამრიკოს უფრო ხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ძალიან გიჭირდა, როდესაც დაშორდით შენ და შენი მეუღლე. იყო რჩევები ამ დროს თუ უბრალოდ იყო ხარდაჭერა ინფორმაცია? მე მიყვარს რჩევები ზოგადად. ვიზიანდები ყოველთვის, იმიტომ რომ გონია რომ ისმა გააკეთო, რასაც ფიქრობ. ის გზა რაც შენ გაიარე, დედას უკვე გავლილი ქონდა. გულისხმობ საყვარელ ადამიანთან დაშორებას. ალბათ მისი რჩევა ამ მომენტში, როდესაც შენ დაგენგრა ოჯახი, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და ობიექტურიც. სუბიექტურთან ერთად. და სუბიექტურთან ერთად, მაგრამ გონია თამკოს უსტად ეკაკ, რომ მაქსიმალურად ინარჩუნებს ობიექტურობას ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება შვილი და თუ დედა, ყველანაირად ცდილობს რომ იყოს ობიექტური და არა სუბიექტური. როცა ეს გადაწყვეტილება მიიღე. არც ერთ დედას არ სიამოვნებს, როდესაც თავის შვილს ოჯახი ენკრევა. მით უმეტეს, როდესაც თვითონ ქონდა იგივე გზა გამოვლილი. მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ამ ურთიერთობას ვეღარ ვუშველიდით, როდესაც მიხვდა, რომ გადარჩენის შანსი აღარ იყო, არც არაფერი აღარ უთქვამს და აღარ უცდია, იმიტომ რომ როდესაც ვხსნობ, რომ
შენი შვილისგან ზოგადად ურთიერთობისგან გრძნობ იმას, რომ ამას აღარ უწერია მომავალი, ალბათ შენც ეჩვევი ამ ყველაფერს და მან დაინახა უბრალოდ რომ არ ქონდა არაფრის გაგრძელებას ასე ამიტომ არც უცდია და არც ურჩევია რაღაც ზედმეტი რაღაცეები, რომ მოდი ახლა ხმარ შეურიგდი, შერიგდით ან მოდი იქნება შერიგდებით, აი ხო არის ესეც რაღაცები, რომ ხშირად იციან ოჯახი და რომ აბა როდის რიგდებით ან როდის გავსი აი როგორ გითხარით, თქოს ამოიკერა პირი და ჩვენ ამაზე ხშირად არც ვლაპარაკობთ დღეს. მაშინ მით უმეტეს არ ვლაპარაკობთ. დღეს უკვე რაღაცებს ჩავილიათ და შეიძლება გავხსენო, ხო და უფრო ისე ღიად ვლაპარაკობთ. იშვიათად, მაგრამ ღიად ვლაპარაკობთ, მაგრამ მაშინ არ იყო ესე. ყოფილა ვინმე შენს ცხოვრებაში მას შემდეგ რაც დაშორდი მეუღლეს? ანუ სიყვარული მას შემდეგ არ მოსულა ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას სხვანაირად უყურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო საერთოდ ყველაფერი შეიცვალა, იმიტომ რომ მიჭირს ზოგადად ურთიერთობების დაწყება. და მე კომპლექსი დაგიტოვა ურთიერთობამ თუ რაც? შეიძლება დავარქვათ კომპლექსი, უფრო ფრთხილი გავხდი. სიფრთხილეს მივაწევდი ამ ყველაფერს მე. მგონია რომ ჯერ მაინც არ ვარ ზუსტად. არც პატარა აღარ ვარ ნამდვილად, მაგრამ მგონია რომ არ ვარ ახლა ამ ყველაფერთვის, რაც რომ რაღაც ახალი ურთიერთობა წამოვიწყო, თუმცა უკვე დიდი რა საკმაოდ ისეთ დრო არის გასული. შემდეგაც შეიძლება რომ დაიწყო ადამიანმა და ქალმა ახალ ურთიერთობაზე ფიქრი, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში არის ელენე და მე ვარ მე. მითხარი ახლა ბოლოსთვის შენი გეგმები პროფესიული რა ხდება შენს ცხოვრებაში და რა მიზნები გაქვს? აი ახლა მოხს რომ უკვე მომწევს წასვლა აკადემიაში სასწავლებლად და ვემზადები ამისთვის ყველანაირად. დათა ჯაყელი ადამიანი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარულია და გარდა ამისა მის მიმართ არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ხალხის მხრიდან, რაც ყველაზე ისეთია ღიმილის მომგვრელი, სერიოზულად ბრაზდებიან ამ ადამიანზე. იყო ესეთი ინციდენტი ინტერვიუს ჩაწერამდე, მას ქუჩაში ერთმა კაცმა უთხრა კიდეც, რომ შენზე ძალიან გაბრაზებული ვარო. ესე იყო ხო დათო? კი. მადლობა მინდა გითხრა პირველ რიგში ჩემთან მოსვლისთვის. ვიცი რომ ძალიან გადატვირთული პერიოდი გაქვს ახლა სერიალიდან გამომდინარე, მაგრამ მოახერხე და მოხვედი ჩვენ გადაცემაში სტუდიაში. მადლობა თქვენ, დამეწმეთ დრო. პირველ რიგში მოდი მომიყევი მე როგორც თქვენს ერთგულ მაყურებელს ამ როლის შესახებ. ეს საღამოა მირეკავს კასტინგის მენეჯერი, დირექტორი. და უცებ მიყვება ისტორიას, რაღაცა. და მე ჩამოხვიდებთ, ხაი ესეთი სერიალი ესეთ ხო უყურე ხო და არა ვერ უყურე. ზუსტად ძიმე ვითარება მაქვს მაგ მხრივ, იმიტომ რომ ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. მათი გადამყიდე მოკლედ ტელევიზორთან მაინც ვეღარ მეგობრობ, ხო და? აი კითხე სცენარი, მითხარი რა დამოკიდებულება გაგიჩნდა შენი გმირის მიმართ? მაინც ცუდი პიროვნება არ არის. ცოტა უცნაური არის. მაყურებელმა ესეთი ცოტა სწორხაზოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რატომღაც სოციალურ ქსელებში თუ გადავავლებთ თვალს შეფასებებს, ანი ბებიას მიმართ არის შეფასება, როგორ უღალატა ქმარს და თქვენს მიმართაც არის რაღაცა ესეთი ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება. რატომ მოხდა ესე, როგორ ფიქრობთ? პრინციპში მე მგონია რომ სწორი რეაქცია, იმიტომ რომ არავის მაგრამ შენ შემთხვევაში ავიწყდებათ ეს არის სერიალი. ხო. ეს არის რეალური ცხოვრება და არც მე და არც ანი ბებია ჩვენს ოჯახებს აღღალატობ. ნუ მე ყოველ შემთხვევაში და ანის დარწმუნებული. ოჯახი ახსენე. ჩვენს მაყურებელს ალბათ ძალიან აინტერესებს, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც თქვენ ამ სერიალის ერთგულ მაყურებელს ძალიან მაინტერესებს, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. 11 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა გქონდათ, რომელიც საბოლოო ჯამში ოჯახად გარდაიქმნა. კი, თამაშ საერთოდ ჩემ პირველი შეყვარებულა, მანდა შეყვარებული არ ყოლია. 17 წლის ვიყავით, ესე გავიცანეთ ერთად და ჩვენ ურთიერთობა დაიწყო მეგობრობით. იმიტომ რომ თამუნა აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც ჩვენთვის ძალიან საინტერესო გახდა რა, როგორც პერსონაჟი. თამუნა ზოგადად ძალიან გაგიჟებულია სწავლაზე, ძალიან ბეჯითი ადამიანია ცხოვრებაში ეთინია. სანამ სწავლა დაამთავრა კიევში, ჩააბარა მაგისტრატურაში 2 წელი იქ იყო. და რამდენი წელი სწავლობენ სამედიცინოზე? ხო, საერთოდ ბებები ამთავრა. ნუ ეს ლექციები ისე და რაღაცა მომაკლდა ეს ადამიანი. რაღაცა ძალიან ძაფრი შეგრძნება
ვიგრძენი და აი მე მივხვდი რომ თურმე მიყვარს ეს შეგრძნება არის სიყვარული. თურმე ეს არის სიყვარული. ხო და ეს 11 წლიანი ისტორია ბოლოს ძალიან უცებ გადავწყვიტე. აი უცებ დავუსვით წერტილი. დარწმუნებული ვარ რომ თან უნდა უკეთესი ექიმია ვიდრე მე ვარ მსახიობი. წარმოვიდგინე როგორი ექიმია ის. ძალიან შრომის მოყვარია და ძალიან მოტივირებულია და მე მახსენდება როდესაც სტუდენტები ვიყავით ვეუბნებოდი რომ ხო იცი ხა შენ მე რა პროფესიაც მაქვს მეთქი რა და ჩვენი პროფესია უპერსპექტივოა ქვეყანაში თქო და ახლა შენ არ გქონდეს იმის იმედი რომ მე ფული შემოვთანვიძე შემეთ რომ შენ უნდა ისწავლო კარგად და შენ უნდა გახდე კარგი ექიმი რომ არჩენა ოჯახი და ახლა ვიცი პაგაზე როგორ უყურებს შენს როლებს შენს პროფესიას როგორ აფასებს ძალიან საღად რეალურად ჩვენ არ განვიხილავთ ამ თემას იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად გამახვილებთ ხარისხზე უბრალოდ შევეკითხები რამდენი დამეჯერებელი იყო ეს თუ ისწავლე პოპულარობას რომელიც თქვენ ცხოვრებაში შემოვიდა ეს უეცრად აი ამას როგორ აფასებს არც მე და არც თან უნდა ვფიქრობ რასენ ზაფრად არ გვგრძნობთ ამას რა შეიძლება ითქვას რომ შენ ცხოვრების თავარი ადამიანი ყავს ნაპოლეონი აბსოლუტურად ეგრე აბსოლუტურად ნომერ პირველი მეგობარია ჩემი მე ზოგადად ძალიან მიწებებული ვარ ოჯახზე რო იტყვიან ოჯახის კაცი ალბათ ჩემზე უნდა თქვა ეს იმიტომ რომ მთელი ჩემი თავისუფალი დრო უკავშირდება მხოლოდ ოჯახს როგორი მამა ვარ ჩემ მეუღლეს უნდა გითხრათ ხო არა ზუსტად ვიცი რომ ძალიან კაი მამა ვარ თავდაბლობის გარეშე ზუსტად ვიცი უბრალოდ მე მათ გარეშე ერთი წუთით გაჩერებას კი მიჭირს რა თბილისში რომ მოვდივარ გადაღებებზე თქვენ არ იცით ჩემთვის ეს რა ტანჯვა და სულ ერთი სული მაქვს როდის მორჩება ეს გადაღებები რომ გავიქცე სახლში და ვიყო ჩემ შვილებთან და ჩემს ოჯახთან ერთად რა თათო ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე თქვენი მოძღვარის დამოკიდებულება თქვენ როლთან მიმართებაში ზოგადად რელიგია თქვენს ცხოვრებაში რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერს გულისხმობ რამდენად ეკლესიურად ცხოვრობთ მე ვისურვებდი რომ უფრო ღრმად ყოფილიყავი ამ საკითხში განვითარებული მაგრამ რელიგიას ძალიან დიდი ადგილი უჭერს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ჩემს ოჯახთან ვაიგივებ ჩემს მეორე ოჯახს რასაც ქვია ეკლესია ჩემი გალობელი ბიჭები ჩემი მოძღვარი და ასე შემდეგ რაც შეეხება ჩემი მოძღვრის დამოკიდებულებას ჩემ პროფესიასთან ძალიან არ მოწონს რატო ზოგადად ეს პროფესია არ მოწონს თუმცა შევჯერდით და რაღაცები ჩავყალიბდით და ასე თქვა ამაზე აღარ გამართოთ როლზე რას გეუბნებათ ამ როლზე მასთან არა ამ სერიალმა განსაკუთრებით ცნობადი გახადათ და მაინტერესებს რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში უბრალოდ მივყვებით დინებას იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში სადაც ასე გეგმავენ ხოლმე თავისუფლების ყოველ წუთს და დღეს არის პერიოდები როცა ვარ ძალიან დაკავებული და აი ეხლა რომ ველაპარაკებით 3-4 წელი განმავლობაში სულ მაქვს 6 საათი დაძინები არ და ძილისთვისაც არ ცალია არის პერიოდები როცა მაგალითად 3 თვე უსახურად ვარ აბსოლუტურად რა მე ანიბებიასაც უთხარი მაშინ ჩემთან რომ იყოს სტუმრად რომ იქნებ ისე მოხდეს თქო იმდენად მაგრები ხართ ორივე რომ ისე განვითარდეს ყველაფერი რომ დიდხანს იყოთ ამ სერიალში თქო მე ვისურვებდი რომ დიდხანს იყოთ ამ სერიალში იმიტომ რომ განსაკუთრებული ადგილი გიჭირავთ ჩემი აზრით წარმატებები დიდი მადლობა როდესაც რესპონდენტი არ მოდის ჩემთან სტუდიაში მე მიდივარ რესპონდენტთან სადაც არ უნდა იყოს მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ ეს თავი ჩემი სტუმარი მაგრამ ამიკრძალე ყველაფერ პირადზე საუბარი. არც ახლა გავაკეთებ გამოდე. მიკრძალა კიდე? შეგონია რომ დამირეკე და პირადზე ვლაპარაკებ რომ მითხარ კითხო, შეგონია მართლა ვლაპარაკებ. კარგი. ნახონდი. შემდეგი. რა ფაქტი იყო ისეთი, რომელი გამოჩენა იყო შენი, რამაც მოიტანა შენ ცხოვრებაში პოპულარობა და შენი დილით აღმოაჩინე რომ ქუჩაში რომ გამოხვედი უკვე ვიღაცები ალაპარაკდნენ შენზე. მე დრო გამახსენდა. იყო ეს სერიალი მოგონა გარეუბნიდან ამ სერიალის მსვლელობის დროს. ასე რაღაცას დაობობყავდი რა, ჯეიმს ბონდობანას თამაშობდი მეცხრე სერიაში. არაფერი განსაკუთრებული ხო და რატო გასეთ? ძალიან დამძაბა ერთი პერიოდი და იმიტომ რომ მანამდე ის ადამიანები მიღიმოდნენ, ვისაც ვიცნობდი და ახლა გადაკოცნო პროცესი ეს არის. ეხლა ყველას ხო არ გადაკოცნის, რა და ყველა გიღიმის. მე ამაზე ცოტა დავიძაბე. მე
დღემდე მაგ რაღაცა კომპლექსები გამოყვეთ ხალხ მრავალ ადგილებში არ დავდივარ რა ზედმეტი ყურადღება აი ამ სახით არ მიყვარს რა ხალხ მრავალი ადგილები ხმაურიანი ადგილები სადაც ხალხს არ ვიცნობ ვიძაბები ამიტომ მაშინაც მქონდა ეს გამძაფრებულად მე მივხვდი რომ ნუ ესეა რა შეირგე ადამიანი შეირგე თუ მაინც თავში ვთვლი რომ არასოდეს არ ამوارდნია იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა ოჯახიდან სწორი დამოკიდებულება მაქვს ვთვლი მადლობა რომ აი ეს გულისხმობ რაც გასწავლით მე მასწავლიდნენ იმას ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოა რა რო პასუხებ რა რაღაცა შეიძლება ჩათვალოს თავში დამივარდა მაგრამ ბევრი მოდის და ყველას პასუხი ეკია ჩემს მეგობრებს იშვიათად პასუხობ ეზარება რა ბევრი წერა არ მაქვს ლაივში ჩემი ყველანაირი კომუნიკაცია იძლევა მოდი გარეთვალით შეხედე ცოტა ხანი შენს თავს და მითხარი როგორი ტიპია გიორგი როგორ ფიქრობ გარეთვალსაც გარეთ ორი თვალი არ ვიცი როგორი ტიპია რა ვიღაცისთვის ალბათ ძალიან ამბიციური თუ რაღაცა გერეთლელი ვიქია ხო ხდები ვიღაცისთვის ალბათ ვიღაცისთვის ვინც შედარებით ცოტა მიცნობს ალბათ ისეთი რაც ვარ ეს მე მოვედი შენ აქ დამხვდი მაგრამ მოვედი და ეს ქოთქოთები ეს ქოთქოთები მაგას ხასიათზე ხარ დიდიდანვე რაღაცა ენერგიას ასხივებ და აფრქვევ როგორი ხარ სინამდვილეში ესეთი ხარ თუ ამობერო არც ესეთი ხიარული ხარ როგორც ტელევიზორში ჩანს ხო ეს ვინც არ მიცნობს ის მიცნობს ამობერო ნეტა ტელევიზორში ეგეთი იყო ტელევიზორი და ბაკარის სიტყვა და არის ძალიან ხიარული ტიპი ვარ პოზიტიური ტიპი ვარ მართლა მაქსიმალურად ტკბები ძალიან მარტივი რაღაცეებით რა ძალიან მარტივი რაღაცები შეიძლება რომ იყო ბედნიერი მიზეზი იმისა რომ დღეს კაკასიათზე ვიყავი არის უსიგარეტობა ოღონდ მართლა დილით გაგუზება მიხარია მე 13 დღეა 14 დღეა აღარ ვეწევი და აი ეს ყოფნის რომ იყო ბედნიერი დილით გაგუზება გამაგარი გადაწყვეტილება კი ვარჯიშის დავიწყე შენ ხარ ჩემი ბატონი დიეტა არა სწორად ვიყავი შეგაწუხა არა უბრალოდ მაგ ხოლმე რა პერიოდები დეპრესია გქონია როდესმე კი დეპრესია მე ამჯეროდა შეიძლება თქოს ამჯეროდა თქოს მოგონა რა თქო მოგონი მიწრობა გექონა ლედი ხარ და ჩაი თუ რაღაცა მე ესეთ ფორმა არ ვიცი მაგრამ არის რაღაცა ფორმა განცდის მოდი ეს დავარქოთ განცდის ფორმა რომელიც ყველაფერს გიკლავს გარშემო რა ყველაფრის ხალის გიკლავს კიდე ესეთ ნათქვამია რა ლაითი ყველაფერს გიკლავს სიცარიელია რა აი ეს არის ალბათ დეპრესია მქონია გამძაფრებული სიცარიელი შეგრძნება აი ვერაფერი რო ვერ გიცვლის ამ სიცარიელეს მე მქონდა ეს 1-6 თვე ალბათ რა აი საგიჟეთის თან პროფესიიდან გამომდინარე სმაგი არტისტობა მიწევდა საქმიდან გასვლა რაღაცის საქმის კეთება და სახში დაბრუნება კიდე სხვა იყო მაგრამ ნუ ყველაფერი გადის რა ყველაფერი გადის ამიტომაც ესეც გავიდა რეალურად სამწუხაროდ ჩემი ის პერიოდი როდესაც მე რაღაცა ეს ურთიერთობა და ოჯახი დაიშალა თუ რაც იყო მე ისეთი ინტენსიურობით არ მქონდა სპექტაკლების რაოდენობა სიტყვაზე ან რეპეტიციების ძალიან სუდად დაემთხვა რა ანუ იმ 6 თვის მანძილზე შეიძლება ვთქვა რომ 4-5 სპექტაკლი მქონდა რა ძალიან ცოტაა რა თვეში შეიძლება 7-8 იყოს და ამ დროს 6 თვის მან ძალიან ცოტა ამიტომ მომიწია რაღაცა სხვა მომეძებნა და ეს იყო მოტოციკლეტი რა რეალურად ტიპი რომელიც გამოჩნდა ტიპია ჩემთვის ადამიანჩენელი ვიპოვე რა რეალურად რომ დავხოკე 3-4 თვე არ გავჩერებულა აი არ ჩამოსულ ვარ კარავი გაუკეთე და სადაც მიღამდებოდა იქვე მიცენდებოდა და მე ერთ დღესაც ვიგზენი რომ ეს უკვე აღარ მჭირდება რა აღარ მჭირდება ამ საშველად თორე მეგობარი შევიძინე სერიოზული ცხოვრების გიორგი საოცარი ისტორია გქონდათ მოკლე დროში მთელი საქართველო იყო მოცული ამ ამბებით და თქვენი ფოტოებით და მე ქორწილის ფოტოებით და რა მოხდა კონკრეტულ რაღაცა ფაქტებს არ გთხოვ. უბრალოდ მაინტერესებს როგორ ხდება რომ ესეთი ისტორიები მთავრდება. არ ვიცი, აი მოხდა რა. ამბავი ატყდა დიდი რომ რა წყვილი ხო, კი შემოიპარეთ წყვილი. ხო, არ შემოიპარეთ. როცა რაღაც გაჩნდა თქვი რა, იმიტომ რომ ის არ მალები მეზარება თუ რაღაცა. თუმცა როცა რაღაცა გაჩნდა იმ ნიადაგზე ვთვლი რომ კიდე არ ვქენი რა, სწორი რა, ისედაც ყველა ჭორაობს თუ რაღაცა და შენ აი უნები რომ ხალხო ესეა მაგრამ მომენტში მე ასე ხარისხოვანი და დღესაც მაგრად ბოდიში და არ მაინტერესებს ვირას ფიქრობდა რა იმ მომენტში ძალიან ბედნიერები ვიყავით ორივე კარგი მეგობრობიდან გადაიზარდა ვიცი ყვავილში მოხდა ამიტომ ყველას მოვაჭამდით თავს ჩვენ ვიქნებოდით კარგად და ესეც გავაკეთეთ რა რეალურად ყველას ნავაპარაკები ყველა მე ასე ხარისხოვანი გახდა შექმნით ოჯახი მე რა როგორ მოხდა რაღაცა ვერ და იმშალეთ თუმცა
გაკვეთილია და კარგი მოგონებაა რა. რამდენადაც კარგი, იმდენადაც სუდიც არის რა, რომ დეტალები კინის გახდა ხტები, ანუ რაზე არ უნდა დავხუჭო თვალი ვიცი, რაზე შეიძლება დამახუჭა მე სადაფეთქდა ისიც ვიცი და რაზე შეიძლება თვალის დახუჭა და მეგონა რო არ შეიძლება, ეგეც ვიცი. ბევრი რამე შეიცვალა რა, ძალიან დიდი გამოცდილებაა. სულ გინდა იღიმო, მაგრამ სულ ეს რჩება რა. თან ადრეულ ასაკშიც 25 წლის ხარ, სხვანაირად აღიქო კიდე, სხვანაირად მტკივა ხოლმე. რომ შენი ცხოვრების თავარი სიყვარული იყო? მე ყოველთვის ეგრე მეგონა, ვინც კი ჩემს გვერდით იყო, რომ ის იყო თავარი სიყვარული. მე რამ ცხოვრება ალაგებს რა, შენ წდები თუ არ წდები თუ რა ფილმი როდის იწყება სათავდება ვერ გაიგებ რა. ესე იყო რა თქმა უნდა სალომეს ამბავშიც, ორივეს გვეგონა. მე არ ვიტყვი მარტო მე მეგონა თუ იმას არ გვეგონა რა და ორივე ისე ვიყავით და ბოლომდე რაღაცებს უთხილდებოდა და დღესაც მიხარია რომ გვაქვს რა ეს რაღაცა შენარჩუნებული სხვა პატივისცემა და სხვა გაფრთხილება გვაქვს ერთმანეთის რაღაცეებისა და სხვანაირი მეგობრობა გვაქვს. ის არ არის რომ ყოველდღე მოიკითხა რა თქმა უნდა ვერ იქნება რა მოვიგონებ და ყველაფერი მოგონების და არ მიყვარს მაგრამ რაღაცა ორივე ზუაი ესე გვახსენდება და თან კიდე პატივისცემა დარჩა რა. თუმცა ესეც დროთა განმავლობაში მოდის, არის აგრესია თავიდან. ხო, ეს მაინტერესებს, რამდენ ხანში მოვიდა? აი ეს. დიდი დრო დაჭირდა რა, რაღაცეებს ძალიან დიდი დრო დაჭირდა. ჭამს რა, მაგრად ჭამს ბევრი ფიქრი და ბოლოს ხვდები რომ მოდი რა, შენს უბუქდი ძმაო ცოტა ხანი დათმო. მოხდა. კრიზისი მალევე გაჩნდა ურთიერთობაში, თანაცხოვრებით. არა, კრიზისი არა, რაღაცა უცებ მოხდა რა ყველაფერი რა. მაგან უფრო მომცელა რომ უცებ მოხდა, ცოტა რომ ის ოქჩის რა. ანუ მე გარქონდა რომ აი ჭამდი არაფერი ყველაფერი და უცებ ბრახ რაღაცეები ავყევი და მივიშალე. თორე ძალიან დიდი ნაწილია ჩემი ცხოვრების და ანალოგიურად მის ცხოვრების დიდი ნაწილია და ჯობია ეს აღარ ვათამაშოთ ერთი ადგილი და ვიმეგობროთ რა როგორ შევძლებთ ამას კიდე რო გაჩვენებს და შევძლებთ რა. გიორგი, მითხარი, ხა რა პერიოდია შენს ცხოვრებაში? ახალი ურთიერთობა თუ ყოფილა მას შემდეგ, რაც დამთავრდა შენს სალომეს ურთიერთობა? ხადე, დრო დაჭირდა რა რეალურად რაღაცეებს ძალიან ბევრი დრო დაჭირდა. არ არის ვინმე? არის ძალიან კარგი ადამიანი, რომელთანაც ძალიან კარგი მეგობრობა მაქვს ამ ეტაპზე და ვნახოთ, აი არ ვიცი რა. მომიყვები? გამაზე კარგად ვისწავლი ჯგუფ არა, პირად ქვია პირადი, ხო და შეიდგე შეკარი ადამიანო, ერთხელაც მომადახა ღმერთმა და ამიტომ ხვალ არ ვიგებ ჩუმასო. კარგად ვარ, კარგი მეგობარი ყავს მოდი ესე დავა. რაჩეხა რა ეტაპზე ვარ, ეხლა გადასახედო ეტაპზე ვარ, დიდი ხანია უკვე. რაღაცა ის სხვა ეტაპია რა. რადგან იმას აფასებ ას მაგათ. ყოველთვის ეგრეა, რაღაცას რო კარგავ, მე სამოცხოს ყოველობ რაღაცეებს და იმას აფასებ რა, მეგობრებმა სხვა ფასი შეიძინეს. მოგეთ ძალიან ბევრი რაღაცა გადაფასდა უკეთესო